მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა. არგენტინამ ვენესუელას 3-0 დაამარცხა, მესის ბოლო საშინაო მატჩს 70,000 გულშემატკივარი დაესწრო. გახურების დროსაც კი ლეომ ცრემლები ვერ შეიკავა ტრიბუნების ძლიერი გულშემატკივრობის გამო და თვით თამაშში მან ბოლო დუბლიში ასრულა მშობლიურ მოედანზე. შეგახსენებთ, რომ დარჩენილი თამაშები არგენტინის ნაკრებს გასვლაზე აქვს. შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატი და ლეო კარიერას დაასრულებს. ამდენი წელი გავიდა, ყველა მატჩით ვტკბებოდით. ძალიან ბედნიერი ვარ. ასე დასრულებას ყოველთვის ვოცნებობდი. ყოველთვის სასიამოვნოა არგენტინაში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში. ბარსელონაში უყვარდი და ვოცნებობდი, რომ აქაც ისე ყოფილიყო. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. 6 თვეში ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს. 2026 წელს კარგად ვივარჯიშებ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. თქვა ლეომ თამაშის შემდეგ.